გამარჯობა, მე ვარ დათანავა. ეს არის ჩემი პირველი ვიდეო არხზე და თქვენ უყურებთ წყვილთარბოლის ერთ-ერთ ვარჯიშს. კონკრეტულად წყვილთარბოლა გაიმართება 19 აპრილს. დღეს კი იხილავთ ჩემი მანქანის M2-ის N55-ის პატარა განხილვას, რომელსაც დავიასპარეზო 19 აპრილს. დღეს მოკლედ უვამპეროთ ვართ წარმოადგენლები, მაგრამ იმედია რომ შეჯიბრამდე მოესწრება ყველაფერი და დავაყენებთ ბამპერს. ორი სიტყვით მოგიყვებით ჩემ მანქანაზე. ძრავში არაფერ stage 2 პლუსი წერია რა არაფერ. ძრავში წერია stage 2 პლუსი, კარობკაში GTS-ის პროგრამა. დაკიდებასაც შეეხება აყენია ოლისების coiloverები, რეგულირებადი ზედა ჩაშკებით. აყენია CSF-ის ინტერკულერი, კაუტკა აყენია კერამიკული პაგიდის ბრენდის. ფორმუზოსაც შეეხება კაუტკა გვიყენია პაგიდის კერამიკული, რომელიც ძალიან მაგრად აჩერებს მანქანას, მით უმეტეს ლილოში. წონასაც შეეხება ოდნავ მოკლებული გვაქვს ქარხნული წონა. როგორც ხედავთ, კაპოტი არის შესრულილი კარბონის, სახურავი და საბარგული, რომელიც დაახლოებით გვაძლევს 1540-დან 1550-მდე კილოს რა. ანუ გამოვიდა რომ სადღაც 50 კილო ამოვიღეთ ამ კარბონების კაპოტიდან, საბარგულიდან და ჭერიდან. დისკები აყენია Apex-ის FL5-ები 9.2J. საბუროსაც შეეხება ამ შეჯიბრზე დავაყენეთ კონტაქტ შვიდები, რომელიც ვფიქრობ რომ 4-ის დროში უგებს და ეგრეც არის მგონი. აქამდე პოლუსლიკებით ვარ გამოსული ამ მანქანით და მაინტერესებს კონტაქტ შვიდით რას ვიზავ და როგორ მოიჭდება ამ საფარს. გამოშვების სისტემასაც შეეხება აყენია M-Performance-ის, დამოფაიფი აყენია კატალიზატორების გარეშე, რაც გვაძლევს ძალიან მაგარ ხმას. მოკლედ ჩაიარა ვარჯიშებმა. დღეს არის 18 აპრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს არის კვალიფიკაციის დღე. მანქანით ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ, საბურავის მისაშვები ვარ ცოტა, იმიტომ რომ როგორც ახსენე პოლუსლიკების მერე კონტაქტ შვიდები ცოტა ისეთია, მოჭდებაში გვაქვს პრობლემა, მაგრამ შევეცდებით ყველანაირად რომ კაი დრო დავაფიქსიროთ რა. პატარა ინციდენტები იყო ვარჯიშებზე, მაგრამ რაც თავია ყველა კარგად არის. ამ მანქანით გამოვდივართ ორი კაცი, მე და ჩემი ბიძაშვილი, რომელსაც პატარა ინციდენტი შეემთხვა, რეტარდერამდე ვერ გაჩერდა და შევარდა პირდაპირ საბურავებში. პატკილნიკი დავკარგეთ, და გავტეხეთ. მეტი ისეთი არაფერი, მანქანა ხოძიარი და მზად ვართ ყველანაირად რა კვალიფიკაციისთვის, ნახოთ როგორ და რა იქნება.
დაასრულა კვალიფიკაცია, ასე თუ ისე კარგი დრო დავწერე. ნახოთ ახლა ბიჭები ცივლიან და საღამოს დაიდება შედეგები, რის მიხედვითაც გავნაწილდებით ჯგუფებში და ჩაინიშნება რბოლა. კვალიფიკაციის შემდეგ მოვხდით პირველ ლიგაში, დიდი კონკურენცია იყო ძალიან და ვერ მოახერხეთ გამარჯვება, იმიტომ რომ დავეჯახეთ პირველ დროს Tesla-ს Model 3-ს. კარგი ბრძოლა იყო, კმაყოფილი ვარ მანქანით, ყველაფრით. სალონი დავშალეთ, ასე თუ ისე წონა ამოვიღეთ, მაგრამ მაინც არ გუშველა, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტი შეხვდა. ამ მანქანით როგორც გითხარით, გამოდიოდა ჩემი ბიძაშვილი და უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველი შეჯიბრისთვის ძალიან მაგარი შედეგი დადო. კარგად მოირგო მანქანა, შეისწავლა ასე თუ ისე და სიტყვა მინდა გადავცეთ ემოს და თქვას ერთი-ორი სიტყვა. მოკლედ, როგორც იცით, დღეს ჩემი პირველი რბოლა იყო. მანქანა ძალიან კარგად დადის, მშვენიერ მდგომარეობაში არის. მესამე ადგილისთვის ბრძოლობდი, მაგრამ წავაგე. არა, ეგ არაფერი, იმიტომ რომ მომავალში უკეთესად გავამოჯობესებთ დროს და უფრო მეტი გამოცდილებით ჩავალ შეჯიბრზე. კონკრეტულად ეს ავტოსპორტის მიმდინარეობა არ არის ცნობილი არც საქართველოში და არც ზოგადად მსოფლიოში, მაგრამ ვფიქრობ, რომ დამწყებისთვის ქალაქში გაზაობას და ასე შემდეგ ყველა ვარიანტი შეუძლია, ბევრ გამოცდილებას იღებ, მანქანას უკეთესად სწავლობ
და მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ თუ იმის შიში გაქვთ, რომ ცუდი მანქანა ყავთ ან რაღაც, თქვენთვის კვალიფიკაციის შემდეგ იქნება განკუთვნილი სპეციალური ლიგა, სადაც შეძლებთ ასპარეზობას და არ გექნებათ იმ შიში, რომ თქვათ, ბეროდ უფრო ძლიერ მანქანას შეხვდებით და წააგებთ. ამიტომ ყველასთვის ღია ეს მიმდინარეობა, მოდით, იბრძოლეთ და გაანვითარეთ საკუთარი თავები, იმიტომ რომ მართლა ძალიან ისეთი შეჯიბრი არის, რომ ბევრ გამოცდილებას მიიღებ და დააგროვებ და ქალაქში გაზრდობას ყველა ვარიანტი ჯობია. დღეისთვის სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით. შემდეგ ვიდეოებში ხილავთ უფრო საინტერესო ვიდეოებს, უფრო მაგარ ბრძოლებს და უფრო შემართებას, რადგან დღეს არ იყო საკმაოდ კარგი შეჯიბრი, მაგრამ განვავითარებთ ჩვენ თავებს, ვისწავლეთ ახალ რაღაცებს და უფრო ჟინით და ჟილკით გავალთ შემდეგ შეჯიბრზე.